უკრაინის დედაქალაქში ბათუმი კიევის ერთდღიანი ფორუმი დასრულდა. შეხვედრაში აჭარის ფინანსთა მინისტრი და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ. თუ რა კონკრეტული შედეგი მოჰყვა ფორუმს და რომელი სფეროები დაინტერესდნენ უკრაინელი ინვესტორები, ამაზე ქეთი არჯევანიძე კიევიდან ისაუბრებს. საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისთვის უკრაინელმა ბიზნესმენებმა მზადყოფნა გამოთქვეს. ასე დასრულდა ბათუმი კიევის ეკონომიკური ფორუმი. ძირითადი მიმართულებები, რაზეც ფორუმში მონაწილე მხარეებმა აქცენტები გააკეთეს, სავაჭრო, სამრეწველო და სამშენებლო სფეროებია. უკვე დაიგეგმა რამდენიმე კონკრეტული ინვესტიციის განხორციელებას, ერთ-ერთი ასეთი აჭარის მაღალმთიანში იგეგმება. ძალიან დაინტერესებული არიან ქედის რაიონით, ტურისტული მიმართულებით, ახუნცეთში პატარა სასტუმროს გაკეთებით, რაც ესე ვთქვათ, ფაქტობრივად ძალიან ახლო კავშირი გვექნება ამ კომპანიასთან, რაც შეიძლება სწრაფად გადაუწყვეტოთ ეს თავისი ინტერესი. შესაბამისად არის კიდე ძალიან ბევრი დაინტერესებული მიმართულებები, უფრო ტურისტული მიმართულებით. მე დიდი სურვილი მაქვს ვაწარმოო ბიზნესი ბათუმში. საქართველოში კარგი საინვესტიციო კლიმატია, ამიტომაც ინტერესი თქვენი ქვეყნისადმი დიდი მაქვს. დღევანდელი პრეზენტაციიდან ნათლად ჩანს, რომელ სფეროში რისი გაკეთებაა შესაძლებელი. ურთიერთგამოცდილება დაგვეხმარება ევროპისკენ მიმავალ გზაზე. მნიშვნელოვანია უკრაინული კომპანიები გაეცნონ მეზობელი ქვეყნების პოტენციალს. საქართველოს რეფორმების მხრივ სწორ გზაზეა, რაც მაგალითია უკრაინისთვის. სასურველია ასეთმა შეხვედრებმა ტრადიციული სახე მიიღოს. რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ შესაძლებლობებთან ერთად ფორუმის ქართველმა მონაწილეებმა უკრაინელ ბიზნესმენებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, თუ რა წესები და რეგულაციები არსებობს სამშენებლო ბიზნესის წამოწყებისთვის. პირველი სტადია ეს არის ზოგადად შესაბამისი, ასე ვთქვათ, ძირითადი პირობების განსაზღვრა, მიწის ნაკვეთის გამოყენებისა და სამშენებლო ნებართვის ძირითადი პირობების განსაზღვრა. მეორე ეტაპი ეს არის უკვე მომზადებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან და მესამე ეტაპი ეს არის უკვე ნებართვის გაცემა, სამშენებლო ნებართვის გაცემა. პირველი ორი ეტაპი არის სრულიად უფასო. სამშენებლო ნებართვის გაცემის შემთხვევაში არის ადგილობრივი მოსაკრებელი 1 კვადრატულ მეტრზე 1 ლარის ოდენობით. საქართველოს და აჭარა ყოველთვის საინტერესოა ინვესტიციების მხრივ. აქ სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის დიდი შესაძლებლობაა. ამ მხრივ უკრაინა დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანაა. უკრაინული კომპანიები აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს სოფლის მეურნეობის სფეროში. აჭარის რეგიონი განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის ტურისტული მიმართულებით. უკრაინა არის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი. ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა უკრაინიდან. დღეს მოლოდინი გვაქვს ძალიან ასე ვთქვათ პოზიტიური. ვთვლი რომ მსგავსი შეხვედრები, მსგავსი პრეზენტაციები ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას რეგიონში, ასევე რა თქმა უნდა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. მართალია კიევი ბათუმის ეკონომიკური ფორუმი უკვე დასრულდა, თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე უკრაინაში ვიზიტს აგრძელებს და ის მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინელ ბიზნესმენებს შეხვდება.